რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმარიამ დღეს რუსთავის მერის მიერ დავით ჯიქიასა და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად ძიძიგურთან ერთად ცენტრალური ბიუჯეტიდან რუსთავში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერა. ამ თანხით ქალაქში 7 პროექტი ხორციელდება, კერძოდ გზების, საცხოვრებელი კორპუსების, სახურავების შეკეთება, გარე განათებისა და სკვერების რეაბილიტაცია. რუსთავში მესამედ ვარ პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგზე უკვე. ჯამში 13 მილიონი ლარი, 13.5 მილიონი ლარი გამოიყო რუსთავის მუნიციპალიტეტს იმისათვის, რომ შიდა ინფრასტრუქტურული პრობლემები მოეგვარებინა და მოეწესრიგებინა და გარდამავალი პროექტები, რაც წინასაარჩევნოდ იქნა დაწყებული წინა ხელისუფლების მიერ, ისინი მიგვიყვანა ბოლომდე. ახლა ვიმყოფებით რუსთავის ცენტრალურ პარკში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ზონა ქალაქში. ახლა მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი მონაკვეთი, დასრულდება ფაქტიურად 2 თვეში. მომავალ წელს ალბათ გავაგრძელებთ და სადღაც მომავალ წელს ბოლოსკენ უკვე პარკი იქნება საკმაოდ კარგ მდგომარეობაში და რუსთაველებისთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ზონა დასასვენებლად. ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად ამოიქოქა, ასე ვთქვათ, ეს სამსახური, მთლიანად ეს სამინისტრო და ახლა ველოდებით უკვე წუთი-წუთზე რუსთავი-თბილისის მაგისტრალის დაწყებას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. გვაქვს გეგმაში მარნეული რუსთავის გზის მშენებლობა.